მშვიდობა, ჰალელუია. დიდება იესო ნაზარელს, ღმერთის ცოცხალ ძეს, მამას, ძეში სულიწმინდის ძალით და მოქმედებით. ამინ. ვინც თანახმა ხართ, თქვით ჩვენთან ერთად ამინ. დიდება მამაზე ციrs, რომელმაც ისე შეგიყვარა, რომ თავისი საყვარელიც გამოგზავნა შენთვის, რომ შენ გერწმუნა გადარჩენილიყავი და მიგეღო საჩუქარი, სულიწმინდა. სულიწმინდა ეს პიროვნება, სულიწმინდა ჩვენს გულებში ივანებს. ო, ჰალელუია, რა სასიამოვნოა ღმერთი. თქვენ რო იცოდეთ, მეგობრებო, ვინც არის რა ტკბილი და სასიამოვნოა. ეხლა ეს იგავს მოგიყვებით. ნამდვილი ამბავი არ ამგონია, მაგრამ იგავიდან გამოიტანთ თუ რა არის უფალი, რა ტკბილია. ხო იცით დათვის ბელი. დათვის ბელს არასოდეს არ გაესინჯა. არ არის გასინჯული ეხლა ისა თაფლი. და ამისანა იგავია მოყავთ რა ყურით. წამოდი დათუ პატარა დათვია და მოდი გასინჯე თაფლიო და სანამ მოიყვანესო ერთი ყური შემოახიესო სანამ ამ თავს აჩვენებდნენ და როცა იგემა თაფლი მეორე ყური შემოეხია და გეყოფა კაი გამოდი ვერ გამოიყვანეს ისე ეთკბება ასია როცა კაცმა არის ის რა ტკბილია უფალი არის ის რაღაც დოგმები გონია რაღაც შესრულება გონია სანთლების ანთება ახსარება რაღაც ისინი რაც ადამიანს უკადაგებს რომ აი ეს არ წმენა ეს არ ღმერთი არადა თუ გაინტერესებს რა უნდა შენგან ღმერთს გახსენი სახარება წაიკითხე ნახავ საოცრებას ნახავ და ეხლა ერთი რაღაცა მინდა თქვა და მორწმუნეებმა ურწმუნეებმა დაფიქრდით პირველი კორინთელთა 6:18-ში წერია გაეკეცით სიძვას და ტოჩკაი მე რა კიდე წერია მაგრამ ის მე თქვენ წაიკითხეთ მე მინდა ყურადღება გავამახვილო ამ სიტყვას გაეკეცით სიძვას პავლე წერს სულიწმინდით სულიწმინდა უთხარი ეკლესიას კორინთელებს ასე გაეკეცით სიძვას ვიღაცა ეტყვის ო ეს კორინთელებს ჭირდა არა ეს ადამიანშია იმიტომ რომ წერია ერთ წერილში როცა ჩემ წერილს აიკითხავთო თქვენ და მე მიცემული წერილიო სხვა ეკლესიას გადაეცითო და იმ სხვა ეკლესიის წერილი რომ მივწერეო ისინი თქვენ წაიკითხეთო გასვალეთო ესე იგი ეს ნიშნავს რომ ყველა წერილი გვეხება ყველა მორწმუნეს ამისანა შეკითხვა იბადება რატომ გავიქცე პავლე სიძვას ხო შეიძლება დაგეწერა ებრძოლეთ ეწინააღმდეგეთ სიძვას წინააღმდეგით სიძვას მე ვფიქრობ პავლე ასე ეტყოდა ისე რატომ არ შეგიძლია ერთ-ერთი მისადმი გამარჯვების შანსი მხოლოდ ერთ ფორმაში ხდება გაქცევა იმიტომ რომ იმ სიძვის აგენტი შენ სხეულშია მას აგენტი ყავს გრეხი რომელიც იზიდავს ახლა მაგალითად კამბედის იმაში ქაღალდში რომ შეახვიო მაგნიტი და რომ მიუახლოვო იმას რკინას და მოხდება კლუк მიეწებება რატომ იმიტომ რომ იმისანა რაღაცა გახვეული ამ იმაში კამბედის იმაში რომ რკინას იზიდავს ან და რკინა იზიდავს მაგნიტს მაგნიტი იზიდავს რკინას ერთმანეთს ჩაეხუტებიან ისე რომ ძლივს გამოხსნი ადამიანში არის ცოდვა და არ იფიქროთ მორწმუნე და ურწმუნე ხო ისიც ახლა თქვენს სიძვის წინააღმდეგ გამოსვლა ერთი არის გაიკეცი რაქნა იოსებმა როცა პატიფარის სოლმა მოინდომა მასთან ყოფნა და აიძულებდა რომ მასთან ყოფილიყო იოსები გაიქცა. ამიტომ
თავი შეინარჩუნა, წმინდა დარჩა, მაგრამ ფასის გადაიხადა. სხვა ცოდვას კი უნდა ვეწინააღმდეგოთ. ლაყბობას, მერე ნაყროვნებას ეს ჩვენ შეგვიძლია, იმიტომ რომ ხორცის ნაყოფები ხოლმე გალატევთა წერილის მეხუთე თავში წაიკითხეთ. იქ არის ჩამოსახელებული ხორცის ნაყოფები, რადა რა აქვს ხორცს და სულის ნაყოფები. და აქ პავლე გვეუბნება, რომ აი კიდო გეუბნებით, რომ ასეთ ცხოვრებნი, ვინც ასეთი ხორციელი ნაყოფები და საქმეები ცხოვრობს, თუნდაც მორწმუნეზე ამბობს, ურწმუნო საერთოდ არა მხედველობაში. სასופველოს ვერ სიხილავთ. ამიტომ ამ რწმენას, ამ გადარჩენას შენარჩუნება ჭირდება და დაიმახსოვრე. იქ წერია, სიძვას გაეკეცი. არის იმისანა რაღაცა, რასაც თუ გინდა გაიმარჯვო, უნდა გაექცე. აბა შენისი იყავი სპორტსმენი, როგორც ამ რუშვების, ამ სულს, ამ გარყვნილ სულს. ის მოვა შენთან. ის ლამაზად მოვა. ის ისე ტკბილად მოვა, კულტურულად მოვა. ინტელიგენტურად მოვა. და როცა ახლოს მიხვალ, ნახევარ მეტროზე რკინა და მაგედი არ მოქმედებენ ერთმანეთთან. რაც ახლოს მიიტან და ერთ მომენტში ტყლიბ და სა ჩავარდი ხარ სოდოში. ამიტომ როგორც კი ნახავ, ამბობს უფალი. შურუй. ноги, руки и давай. შურუй, გაიქეცი. ამიტომ ძმებო, დებო, ნასწრებო, მეგობრებო, აი ამის წინააღმდეგ არ არსებობს პრიომი. ერთი პრიომია. გაიქეცი. თუ გინდა თავი შეინარჩუნო. და ვისაც რამე უკეთესი წამალი აქვს ამაზე, შეგიძლიათ მოგწეროთ და ვაცნობოთ. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ და როგორც წერია, სული მშვენივრა სხეული დაცულ იყოსო. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლამდე. სული მშვენივრა სხეული დაცულ იყოს. და თუ გინდა დაიცვა სხეული, ბრუშობას, გარყვნილებას, იმ უწმინდურ ფილმებს, იმ გარყვნილ სულს, ერთი წამალი არის ჩემო მეგობარო. გაიგე მოკურცხლე. აბაჰე და აბაჰო, შენიცი. შამპანიურის პროკასავით მოსკდი იმ ადგილიდან და გაიგეცი. და გამარჯვებული იქნება. აბაჰე შენიცი. უფალმა გაკურთხოთ.